მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემა გრძელდება. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის ვისაუბრებთ იმ პრობლემატურ საკითხებს, რომელიც პრობლემატური საკითხების დღეს აქტუალურია ჩვენ ქვეყანაში და ამავდროულად საქართველოს მოსახლეობა დაინტერესებული არის და მის ინტერესებში შედის ყველა ეს პრობლემატური საკითხები, რომელიც მოგვარებადია, მაგრამ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ აგვარებენ, არ გვარდება ზოგს არ უნდა მოაგვაროს და შესაბამისად სწორედ ეს წარმოშობს ქვეყნის მოსახლეობის უკმაყოფილებას. თქვენ რაღაც მოგეხსენებათ ჩვენ ქვეყანაში ეხლა როგორც არ უნდა შეფუთო და როგორც არ უნდა გადაფარო რაღაც გარკვეული პოლიტიკური მოქმედებებით ამა თუ იმ მიმართულებებით რაღაც საკითხები მაინც თავს იჩენს და მაინც ყოველთვის ჩდება ყოველივე პრობლემა, ის პრობლემა რაც ჩვენს მოსახლეობას აქვს. ეხლა აქ სოციალური პრობლემები არის, სოციალურ საკითხებს შევეხებით, რადგან დღეს თუ დღეს ჭირდება ქვეყნის მოსახლეობას და თუ დღეს უნდა რომ ქვეყანაში რაღაც გარკვეული წინსვლა მოხდეს, ხო? ეს არის სოციალური პრობლემების საკითხის გადაწყვეტა. ეხლა კი გავიძახეთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, მაგრამ ეს ეკონომიკის ზრდა და ეკონომიკის განვითარება უნდა შეეტყოს საქართველოს თითოეულ მოსახლეს და მის რომიტყვის შემოსავალს უნდა შეეხოს. ეხლა ფასები კატასტროფულად იზრდება, რაც აუცილებლად არის დასარეგულირებელი და აასებობს ამაზე შესაბამისი სამსახურები, რომელთა სამსახურებას უნდა მიაქციოს ყურადღება და უნდა გააკეთოს ისე და დააბალანსოს ისე, რომ მოსახლეობის ინტერესები იქნეს გათვალისწინებული. ამავდროულად არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი დამსახურებული ადამიანების, იმ ხანდაზმული ადამიანების, იმ ადამიანების, რომლებმაც დიდი წვლილი ჩადეს ქვეყნის განვითარებაში, ადამიანებმა, რომლებმაც უზარმაზარი შრომა გაწიეს იმისათვის, რომ ქვეყნის ეს ის პრობლემატური საკითხები გვერდზე გადაედო და ქვეყნის მთლიანობაში განვითარებისთვის ეომათა ებრძოლათ და ამავდროულად ადამიანებმა, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის კულტურის, ისტორიის განვითარებაში და დღეს ისინი არიან უკვე ხანდაზმულები, შესაბამისად საპენსიო ასაკები აქვთ, პენსიაზე არიან გასულები, მაგრამ პირდაპირ თქვათ, მოდი, პენსია, რომელიც დღეს ახლა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აქვს და იმ დამსახურებულ ხანდაზმულ ადამიანებს, ეს ალბათ გაეცინება რა სხვა ნებისმიერ განვითარებული ქვეყნის როგორც მოსახლეს, ასევე ყველა იმ ხელმძღვანელ პირს, ვინც თავის ქვეყნის მოსახლეობისთვის ზრუნავს და შრომობს. ეხლა სიტყვილია, რომ ახლა 20 ლარიანი ზრდა ეს არ არის სწორი რა და ვერც იქნება სწორი, როცა 3-ჯერ მეტად და 4-ჯერ მეტად იზრდება სამომხმარებლო ყველა ის პროდუქტი და ყველა ის საგნები, რაც თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურად ჭირდება, ხო? ეხლა ბენზინზე და იმაზე, რა ქვია, სხვა დანარჩენ იმაზე არ მაქვს საუბარი, უბრალოდ კვების პროდუქტები ავიღოთ და ყოველდღიური მოხმარების ნივთები ავიღოთ, რომელშიც პენსიონერს არ ყოფნის პენსია. პირიქით რაღაც გარკვეული თანხების დამატება ჭირდება, რომ სრულყოფილად მან იგრძნოს თავი. ასევე მისი სამკურნალო პაკეტები, ასევე სააფთიაქო მომსახურეობა და წამლების შეძენა, რომელიც გაათმაგებული და რომიტყვი ძალიან საშინელი კატასტროფული ფასები აქვს და ანუ პენსიონერს პენსია არ ყოფნის რაღაც 2%-იც რაღაც თავი დაიკმაყოფილოს. და ამიტომ ეხლა დღეს მე სპეციალურად შევაჩიე ჩემი სტუმარი ბატონი შმაგილ რუსმანიშვილი, რომელსაც რამოდენიმე დღის უკვე მონაწილეობა მიიღო, სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს იქ ორგანიზებულ აქციაში და მართლაც პირველი საკითხი და პირველი მოთხოვნა იყო აი პენსიებთან დაკავშირებით. ბატონო შმაგი, მოგესალმებით. მადლობთ სტუდიაში მომზადებისათვის და იცით რა არის მართლაც რომ აი ეს საკითხი, რომელიც საკითხისაც თქვენ შეეხეთ ჯანდაცვის სამინისტროს და დააყენეთ მოთხოვნები სიმართლე გითხრათ, ხო, არც ერთი პოლიტიკური პარტია ამაზე ყურს არ იფხეკს და არც ერთი პოლიტიკური პარტია ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობს, ხო? იმიტომ რომ ალბათ ისინი სხვა მიმართულებებით არიან უკვე რაღაც შეთანხმებულები, დაკავებულები, გარიგებულები და ეს პენსიონერები, ეს სოციალური საკითხები საერთოდ დღეს სულ ბოლო უკანა პლანზე გადაეწია მან ყველაფერმა. ხელისუფლება რაღაცნაირად თუ ხელისუფლებას ვიღაცამ არ უთხრა არ შეახსენა, ისე მას არ ახსენდება და აი ამის შესახებ გვინდა რომ ჩვენს მაყურებელს და ჩვენს მოსახლეობას უთხრათ და განუმარტოთ.
რა იყო ამ აქციის მიზანი და შესაბამისად შემდგომ რა გეგმები გაქვთ ამ პენსიასთან დაკავშირებით და პენსიებთან დაკავშირებით და აი ამ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. გამარჯობათ პატრიოტული ტელევიზია, გამარჯობათ პატრიოტ ტრისტან. ნამდვილად სოციალური საკითხები, სოციალური პრობლემები ჩვენ სახელმწიფოში უკვე ძალიან მწვავე ფორმებს იღებს ნელ-ნელა. მესმის ახლა რომ ჩვენი ეს გასაგებია რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება ესე იგი დიდ მუშაობას აკეთებს რომ როგორმე ესე იგი დაიძვრინოს თავი კოლონიალიზმის მარწუხებიდან. ეგრეთ წოდებული Deep State-ის პარტიიდან, რომელიც მთლიანად არის ჩანერგილი საქართველოს ხელისუფლებაში, საქართველოს ქართველი ხალხის მოსახლეობაში, მის სულსა და გულში უკვე რამდენიმე ათეული წელია. და მასთან ესე იგი ბრძოლისა და გამკლავების ესე იგი პირველი ნაბიჯები ჩვენ ვნახეთ, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ჩვენი მთავრობა ასე თუ ისე წარმატებით ესე იგი უძღვება ამ საქმეს. პირველ რიგში ეს უნდა აღინიშნოს, რომ ომი ავიცილეთ თავიდან. ესე იგი უკრაინასთან ერთად საქართველოშიც უნდა გაჩაღებულიყო მეორე ფრონტი, ასეთი იყო დავალება დასავლეთიდან, ესე იგი იმ ძალებისაგან, რომლებმაც დაგეგმეს ეს რუსეთის საწინააღმდეგო ომი, რომლებმაც დაგეგმეს უკრაინაში, საქართველოშიც უნდა ყოფილიყო ეს მეორე ფრონტი ერთდროულად გახსნილი. და ამისათვის მათ დიდი მუშაობა ჩაატარეს ესე იგი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის ჩათვლით. და მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა ელიტამ, ჩვენმა სამთავრობო ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დიდი მუშაობა და დიდი გმირობა გამოიჩინა, რომ უკვე წინ გადაუდგა ესე იგი ჩვენი საქართველოს ესე იგი ამ დამოუკიდებელი საქართველოს ტრადიციულ კურატორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც თავისი საელჩოს ხელმძღვანელობით მართავს საქართველოს უკვე 30 წელია და შედეგი ჩვენ ვიცით რა არის. ამიტომ მეორე ესე ეს პირველი ეს ნიშანი არის ის, რომ აი ამ Deep State-ს გაუმკლავდა საქართველოს ხელისუფლება, ესე უმკლავდება კარგად და ნელ-ნელა ის მსოფლიოს უხსნის მათი ესე იგი ორპირობის, მათი ვერაგულობისა და მათი კონტრპროდუქტიული ქმედებების შესახებ უკვე ნელ-ნელა ჩვენი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე ყოველდღე ფაქტებით ხელში მთელი მსოფლიოს საზოგადოებას აცნობს, თუ როგორი ვერაგული პოლიტიკით ისინი არიან საქართველოში შეიარაღებულნი და საქართველოს როგორ ებრძვიან. მეორე მომენტი, რომელიც ჩვენ ყველამ ესე იგი დიდი სიამოვნებით მივიღეთ, აი გუშინ წინ რომ ესე იგი ბრძანება იქნა მიღებული უფასო უმაღლესი განათლების დაბრუნების შესახებ. ეს ძალიან დიდი ესე იგი ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი მოულოდნელი, საზოგადოება ამას არის ითხოვდა, ეს უკვე მომწიფდა საზოგადოებაში, რომ ესე იგი განათლების მიღება საქართველოში გახდა აი ამ ეგრეთ წოდებული ნეოლიბერალური პოლიტიკის შედეგად, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს საქართველოში, ესე იგი ეს გახდა სუფთა კომერციული საქმე, სუფთა ბიზნესის საქმე გახდა უმაღლესი განათლების მიღება საქართველოში. და ამის მაგალითები ჩვენ ბევრი ვიცით, იმდენი უნივერსიტეტები და ინსტიტუტები არის გახსნილი, რომელსაც ესე იგი ფასი დაეკარგა, უმაღლესმა განათლებამ დაკარგა საქართველოში თავისი ფასი, რომელიც ადრე იყო დიპლომირებულმა სპეციალისტმა საქართველოში დამოუკიდებელ საქართველოში გაუფასურება მიიღო. და ეს საზოგადოება ამას ძალიან ითხოვდა დიდი ხანია და აი ჩვენ ძალიან დიდი მაყოფილებით და მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს პრემიერ-მინისტრს, ეს საქმე გაკეთდა და ნელ-ნელა უკვე ამ საქმეს უკვე განათლების სისტემას, რომელიც ჩვენთან არის უკვე დანერგილი დასავლეთის ესე იგი კოლონიზატორების მიერ, ნელ-ნელა განათლების სისტემას გამოვა ამ მარწუხებიდან და მიიღებს ისეთ სახეს, რომელიც ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს წაადგება. და ამასთან დაკავშირებით ეს ორი პრობლემა უკვე ნელ-ნელა წყვიტა ჩვენი მთავრობა და უკვე ესე იგი თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ამ სოციალური პრობლემის გაჟღერებას არც ერთი პარტია ოფიციალურად საჯაროდ არ აცხადებს. კი ბატონო.
მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი პენსიონერები ხალხი მოდის ჩვენთან გვეუბნებიან თავით გულის წუხილს და აი რამდენიმე დღის უკან მე დამიძახეს მიმიწვიეს აქციაზე ეს იყო დაწყებითი აქცია და ჩვენ მთავრობას შევახსენეთ რომ ესე იგი სოციალური საკითხების გადაწყვეტაც არის პარალელურად გასაკეთებელი აუცილებლად იმიტომ რომ ჩვენი პენსიონერები ჩვენი ღვაწლმოსილი ადამიანები რომლებმაც დიდი ენერგია დიდი დრო მთელი თავისი ახალგაზრდობა მთელი თავისი ცხოვრება ესე იგი ჩადეს საქართველოს განვითარებაში, საქართველოს მშენებლობაში ჩართეს, ახალი თაობის აღზრდაში, სხვადასხვა სფეროებში ისინი იყვნენ გამოჩენილი ადამიანები და 350 ლარი დღევანდელ, ესე იგი, ასეთ თემაში ეს არ ეკადრება ქართველ პენსიონერს. და ამიტომ ჩვენ მთავრობას შევახსენეთ და კიდევ უნდა შევახსენოთ, რომ ეს საკითხი ესე იგი გადაწყვიტოს პროფესიონალურად, გადაწყვიტოს ისე, რომ ღირსეული პენსია ჰქონდეს საქართველოს პენსიონერებს. ამისათვის არ არის ახალი ველოსიპედები გამოსაგონი ან რამე, ეს ყველაფერი არის გაკეთებული მოწინავე ქვეყნებში, საპენსიო ფონდი როგორ ფუნქციონირებს, ის არის მიმული პირდაპირ, ესე იგი, სამომხმარებლო კალათასთან, მაგრამ სამომხმარებლო კალათა ისე კი არ არის განსაზღვრული, რომ ჩვენ 10 წლის უკანდელი იმით დღეს ვსარგებლობთ, არამედ ყოველ ნახევარ წელიწადში სამომხმარებლო, ესე იგი, საქართველოს საკსტატი უნდა ადგენდეს სამომხმარებლო კალათის პარამეტრებს და ამის მიხედვით სამომხმარებლო კალათის მიუმატოთ 50% და ამის შემდეგ იწყება ინდექსაცია. ეს არის უკვე საბაზო პენსია და შემდეგ ინფლაციის შესაბამისად ხდება მისი ინდექსაცია და ავტომატურად უკვე ხდება პენსიების გადათვლა. მეორე საკითხი, რომელიც იქ ჩვენ შეხვედრაზე გამოსვლაზე აღინიშნა, რომ ჩვენი პენსიონერები არიან, უკმაყოფილო არიან იმით, რომ ზოგმა დიდი წვლილი იმუშავა, მთელი ცხოვრება მუშაობდნენ. და აი ზოგი არ მუშაობდა და აი ეს ნიველირება რომ ესე იგი გათანაბრებული არიან უმუშავერთან და ესე იგი ვინას 30 წელი იმუშავა და იმუშავდა. აი ამ ეს საკითხის კიდევ დააყენეს იქ პენსიონერებმა რომ ესე იგი ეს ნიველირება და გათანაბრება ესე იგი უკვე მოსპობილიყო. ესე იგი არ ყოფილიყო. ესე იგი ყველას ჰქონდეს ისეთი პენსია რომელიც მან გამოიმუშავა თავისი ესე იგი სამუშაო ბიოგრაფიის მანძილზე. დამსახურებისთან მიხედვით. და დამსახურებისას მიხედვით. იქ პედაგოგები არიან, მეცნიერები, ესე იგი გამომგონებლები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, ეს ყველას ეხება, რომლებმაც ესე იგი დიდი წვლილი ჩადეს თავის დროზე საქართველოს სახელისათვის. და ამიტომ ეს საკითხი არის კომპლექსურად გადასახედი. ჩვენ ახლა ძალიან დიდი სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ეკონომიკა იზრდება, 7-8%, 10%-იანი ზრდა არის და მართებული იქნება თუ ეს ზრდა აესახება ჩვენს პენსიონერებზე, ჩვენს ესე იგი ღვაწლმოსილ ადამიანებზე. ამიტომ კიდევ იქნება თხოვნა, რომ მთავრობამ ეს მიიღოს ხედველობაში. თუ არის შესაძლებელი გადაიხედოს ბიუჯეტში, აი მომავალი წლიდან ბიუჯეტში, გამოიძებნოს შესაბამისი სახსრები და ესე იგი ახალი კანონმდებლობით, იმიტომ რომ ჩვენი საპენსიო კანონმდებლობა და საერთოდ განათლების კანონმდებლობა, განათლების სისტემა, ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სისტემა, ეს ყველაფერი არის კოლონიზატორების მიერ, აი deep state-ის რო ვებძვით ახლა ჩვენ ხო? deep state-ის მიერ ესე იგი თავს მოხეული მათი პროგრამები არის ეს ყველაფერი. და ამიტომ როგორც აი ახლა განათლების სფეროში ეს პატარა ჯაჭვი გაწყდა ხომ? ისე უნდა აი სოციალურ უზრუნველყოფაში ისე უნდა იყოს გაწყოტილი, რომ მათი რეცეპტებით, ჩვენი კოლონიზატორების რეცეპტებით უკვე სოციალურ სფეროშიც უკვე აღარ იყოს ეს მათი ასეთი ესე იგი შედეგები, მათი მუშაობის შედეგები და ესეც უნდა დამთავრდეს და უნდა გადავიდეს ჩვეულებრივ ნორმალურ ცივილიზებულ საპენსიო უზრუნველყოფაზე. ეს
ეს აღინიშნა და აი კიდევ ჩვენ მთავრობას მოუწოდებთ რომ გადახედოს თუ არის ამის შესაძლებლობა ახალ ბიუჯეტში რამენაირად ესე იგი ჩვენ დეპუტატებს მიმართავთ კიდევ რომ დეპუტატებსაც ყველას ყავს პენსიონერები ყველა დეპუტატებსაც ყავს ესენს გახდებიან პენსიონერები კაცო ყველა გავხდებით პენსიონერები ყველას ყავს ახლობლები ნათესავები პენსიონერები რომლებსაც ეს არ აკმაყოფილებ და ამიტომ ესე იგი ჩვენი თხოვნა, ხალხის თხოვნა არის, პენსიონერების თხოვნა არის, რომ ეს საკითხი გადაიხედოს და მთლიანად შეიცვალოს ის სისტემა, ის საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც ჩვენთან დანერგა დასავლეთის ეგრეთ წოდებულმა, ესე იგი, ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მართავს. აი ეს მოკლედ. ბატონო შმაგი, ეხლა თქვენ შეეხეთ და ახსენეთ deep state-ი. ამავდროულად ეხლა თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ და მართლაც რომ დიდი მიღწევა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრმა და განათლების მინისტრმა მართლაც მნიშვნელოვანი საკითხი არის ის საქართველოს და დიდი წარმატება არის რომ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლა. ეს არის არაჩვეულებრივი, რადგან თქვენთვის არ იყოს მოედო ეს მთელი ამდენი კერძო უმაღლეს სასწავლებლები და იმისათვის ის უმაღლეს სასწავლებლები სპეციალობის მიხედვით არანაირი ესე იგი მუშაობა არ მინდარობს და სტუდენტი არ მზადდება სპეციალობის მიხედვით ეს სტუდენტები არიან სულ ყველა რევოლუციონერები რომლებსაც ამზადებს აგრე ილიანოვი და ყველანი იქ არიან ჩაბუდებულები სწორედ ის კურატორებიც ის deep state-ის მიბმული პედაგოგები ლექტორები პროფესორები სულ ყველა იქ არიან ჩაბუდებულები და ყველა ის სტუდენტი რომელიც იქ გაივლის ამ ილიანოვის უნივერსიტეტს ტვინი აქვს ყველას გადაბრუნებული და შემდეგ აღმოჩნდება უცებ აგერ მთავრობის სახლის წინ რუსთაველზე. ხო. ეს კარგი არის, რაც გააკეთეთ და მართლაც მივესალმებით ამას და ჩვენ იმას კი არ ვიძახით და იმას კი არ ვამბობთ რომ გადადგეს ხელისუფლება და ვიღაც მოვიდეს ხელისუფლებაში ბრძანდებით ხართ, ქართველი ხალხის არჩეული ხართ და ამიტომ ქართველი ხალხის სიტყვა უნდა მოვიტანოთ სწორედ ასეთი საშუალებებით თქვენამდე. ტელეთერების საშუალებებით, ასეთი პოლიტოლოგების საშუალებებით და იცოდეთ და გაითვალისწინეთ რა არის პრობლემა დღეს ჩვენ საზოგადოებაში, ხო? ნამდვილად არის ეს პრობლემა, ახლა რაც ბატონმა შმაგიმძანა, ნამდვილად არის ის, რომ უნდა გავითვალისწინოთ ყველა დამსახურებული ადამიანის ის წარსული და უნდა შევცვალოთ საპენსიო კანონი უნდა შევცვალოთ. ეხლა deep state-ი რომ ახსენეთ, მეკითხეთ ეხლა ის სწორედ ეს საპენსიო რეფორმა მოახდინა თავის ძროზე მიხეილ სააკაშვილის დროს იყო ასეთი საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი მეგრელიშვილი. ეხლა იმაში არის გიტში არის გირჩი რო არის ხო იქ არის ეს მეგრელიშვილი გასწორებული. ეგ იყო სწორედ რეფორმა, ეგ იყო საპენსიო ფონდის ხელმძღვანელი იყო, ეს იყო რეფორმატორი სწორედ ამ საპენსიო რაღაც დამახინჯებული კანონების და დღეს ვაგრძელებთ ამ მეგრელიშვილის მე დამახინჯებული კანონებით იმას ხელმძღვანელობს და ამით უდგებით პენსიონერებს და პენსიონერებმა რომ იცოდნენ დღეს და საერთოდ რომ იცოდნენ იმ ვაჭროსული ადამიანებმა სწორედ მეგრელიშვილის დამსახურებაა ის უბედურება რა უბედურების წინაშე დღეს ჩვენი პენსიონერები და ის პრობლემები რა პრობლემების წინაშე დღეს ჩვენი პენსიონერები დგას იმიტომ რომ მან ამოაყირავა მთლიან საპენსიო კანონი მან ამოაყირავა მთლიან ეს პენსიონერ საპენსიო რეფორმა და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ გააერთიანა უმუშევარი რომელიც თელი ცხოვრება არ მუშაობს და არაფერი გაუკეთება თითითიზე არ დაუდვია და გმაწვასილი ადამიანები რომლებიც თელი ცხოვრება შრომობდნენ ბრძოლობდნენ და რა ვიცი საქართველოს ეს ქნიან რაღაცებს ერთ თანაბარ იმაში დატოვა ხო ეხლა კიდევ აქ არის გასაკეთებელი გასათვალისწინებელი წელთა დამსახურების შესახებ რომელიც საერთოდ არ ამოღებული არის ძალოვნების პენსია რომელიც საერთოდ არ არის გათვალისწინებული სტაჟის მიხედვით და წელთა დამსახურება მას ვიტყვი ხო იქ ვეტერანებთან მიმართებაში ეს ყველაფერი დასალაგებელი არის და დავალაგოთ და ამ დალაგებული ნაბიჯ ახლა უცებ არავინ არ აღთხოვთ ამას კაცო ნაბიჯ თამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა გექნება და ძალიან დიდი რომ ვიტყვი მაყოფილი დარჩება ჩვენი პენსიონერები ჩვენი დამსახურებული ადამიანები ამავდროულად არის კიდე ბატონო შმაგი ერთი დიდი პრობლემა არა რომელიც ეს ხელისუფლება უნდა იცოდეს ნუ ახლა არის პენსიონერები ადამიანები რომლებმაც რაღაც სახელმწიფოდან დააჯარიმეს ჯარიმა. არის ეს ახლა ზოგმა რა ვიცი რაღაც იქ უკანონო შემიძლება გააკეთა რაღაც მიაშენა მოაშენა და პენსიონერია და დააჯარება მევიდა ზედამხედველობის სამსახური. ზოგმა რაღაც გარკვეული ავტომობილებს ფლობენ და საგზაო იმის ჯარიმებია და ვერ გადაიხადა ეს ყველაფერი. იმიტომ ვერ გადაიხადა რომ პენსია ახლა ისეთი მცირე პენსია აქვს და ვერ გადაიხადა და შესაბამისად შემდგომ იმ უწყება რომელი უწყების მხრიდანაც ეს დაჯარიმებული იქნა ხო ახსნებას გადაცა შემდგომ ეს ასე პენსია ამ კონკრეტული პირის
კონკრეტული პირის საქმე და ახსოვს დაუყადაღა პენსია. მეტი შემოსავალი არა აქვს მას ხო? პენსია. ძალიან ეს არის ამას ყურადღება მიაქციეს. პენსიის დაყადაღება არ შეიძლება. ეს არის მისი საარსებო წყარო, ხო? თუ იმას სხვა დანარჩენი პენსიის გარდა სხვა შემოსავალი აქვს, ხო? შეიძლება ის შემოსავალი იმასა, ხო, ჩამოაჭრა და ნუ ახლა ჩვენ იმას კი არ ვამბობთ კაცო, რომ ის არასწორად დააჯარიმეს რაღაცა, მაგრამ ის არასწორად ნუ მიუდგებით და პენსიას ნუ დაუყადაღებთ, იმიტომ რომ პენსია ერთადერთი შემოსავალია იმ პენსიონერების და მე ვიცი, ბევრი პენსიონერები არიან ამ მდგომარეობაში და თუნდაც ის ვეტერანები, რომლებმაც რაღაც გარკვეული თავისი ცხოვრების და თავისი პირობების გაუმჯობესების მიზით რაღაც ერთი აგური დადო და ამის გამო დააჯარიმეს, ხო და დღეს პენსიებს ვეღარ ღებულობენ და აი ესეც უნდა შეცვალოთ, ამასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება და ამასაც უნდა რაღაცნაირად მიუდგეთ ისე რომ ნუ გავწირავთ ამ ადამიანებს და ნუ დავტოვებთ საერთოდ ისეთ მდგომარეობაში რომ ხვალინე დღის გათენების ეშინოდეთ. ეხლა ბატონო შმაგი ერთს დავამატებ ხარ რამინდა შეგეკითხოთ. ეხლა ის აქცია რომელიც თქვენ იქ იყავთ ბრძანებოდით, მონაწილეობდით და სხვათა შორის კარგადაც აქტიურობდით და კარგიც იყო ეს ყველაფერი, იგი იმიტომ რომ შეხსენება ყოველთვის არის საჭირო. ადამიანს შეიძლება ბევრი რაღაცები, თუმცა კონკრეტულ პირს შეიძლება ბევრი რაღაცები საქმეები ქონდეს და რაღაც ერთი დაავიწყდეს, ხო? და ახლა სახელმწიფო მთავრობა არის და წარმოიდგინე იქ თუ შენ არ შეახსენე და თუ რაღაცა შენ პატარა რაღაც არ შეუნთე ცეცხლი ისე მთავრობას უნდა ახლა აპირეთ თუ არა გაგრძელებას ამ პროცესებისას და ეს აქციები რომელი აქციაც თქვენ მიიღეთ მონაწილეობა გადაინაცვლებს თუ არა უფრო სხვა ფორმაში და კომუნიკაციები შედგება თუ არა სახელმწიფოს მაღალთანადო პირებთან და ამავდროულად პარლამენტარებთან რომლებიც ლობირებას გაუწევენ აი ამ პრობლემურ საკითხებს. ჩვენზე მოულოდნელად სოციალურ ქსელებში ძალიან დიდი გამოხმაურება მოხდა და ხალხი პენსიონერები უკვე წერდა ჩვენ არ ვიცოდით თუ არა აუცილებლად მოვიდოდით და ასე შემდეგ მომავალი აქცია ანუ ეს არ იყო დაანონსებული არა ეს არ იყო დაანონსებული უბრალოდ ქათავან ეს იყო საინიციატივო ჯგუფი რომელმაც გააკეთეთ განცხადების სახით განცხადების სახით და მე წინადღეს გლამირეკეს გავიგე და მოახიო და მივედი მეთქი აბა როგორ არის იმიტომ რომ სოციალური საკითხები ჩვენთვის ძალიან ახლოს არის მე გადაწყვეტის ისო და წავედი ვნახე როგორ არის და ეს იყო პირველი და სოციალურ ქსელებში უკვე კომენტარებში ესე იგი ძალიან ბევრი უკვე რომ ჩვენ აუცილებლად თუ შემდეგისათვის დაგვიძახეთ და მოვალთ და ესე იგი ძალიან კარგი საქმეა და ხალხი ამას საზოგადოება მიესალმება. პირველ რიგში ახლა აუცილებლად როგორც თქვენ აღნიშნეთ ახლა გამოითქვა ასეთი წინადადება, ჩემი წინადადებაც ასეთი იქნება თუ ესე იგი ხელისუფლება გამოთქვას ნებას რომ ესე იგი ეს საკითხი მთლიანად საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი ახლებურად იყოს გაკეთებული ეს მიღებული ალბათ უპრიანი იქნება პარლამენტის სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის ესე იგი კომისიასთან შეიქმნას პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი საზოგადოების მოწვევის საზოგადოების წარმომადგენლების ესე იგი ჩართვით და ერთობლივად შეიმუშაონ ის კანონი, ახალი კანონი, მთლიანად, რომელიც უკვე ემსახურება უკვე ასე იგი ახლებურად ასე იგი დღევანდელ და ხვალინდელ ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის ესე იგი მოთხოვნებს რომ შეესაბამება. თუ ასეთი ჯგუფი შეიქმნება, ეს ჯგუფი იქნება ავტორიტეტული, ეს ჯგუფი იქნება კვალიფიციური და რომელიც შექმნის და შეიმუშავებს ისეთ კანონს, ახალ კანონს, ახალ სისტემას, რომელსაც შემდეგ დაუდევს პარლამენტს მის, ესე იგი, განსახილველად. აი ეს იქნება უპრიანი, ეს იქნება ჩემი ასეთი წინადადება, რომ ესე იგი, სახალხო საზოგადოების ჩართვით იყოს ესე იგი აი ეს საკითხი განხილული და ამას მე წარმოდგენილი მაქვს როგორი ენთუზიაზმი და როგორი ესე იგი წარმატება ექნება და მთავრობის ესე იგი ასეთი ნაბიჯი დიდ პოპულარობას და დიდ იმას გამოიწვევს ჩვენს ხალხში და ეს სამუშაო ჯგუფი გააკეთებს იმ სამუშაოს იმ ყველაფერს რომელიც უკვე საზოგადოებას აწუხებს და აი ასეთი ესე იგი შედეგს დადებს.
ეს იქნება ასეთ ჩემი წინადადება და რაც შეეხება მოსახლეობას, ყველამ გამოთქვა სურვილი, რომ შემდეგისათვის, როდესაც იქნება ჩვენ ესე იგი მოვალთ და ყველას ესე იგი ანუ ესე იგი აქტიურ პროცესებში ჩავმებიან. ხო, აქ ჩვენ ჩავებიდო და ერთმა ქალბატონმაც ასე ბრძანა, მე ფილოლოგი ვარო, ინსტიტუტში მუშაობდიო და ესე იგი აი ეს პარტიულები და ამის იგი უკვე ვეღარ ვიხედები, უკვე აღარ მინდა მოგწინდაო, ხო და აი ეს სოციალური საკითხი, რომელიც უკვე ჩვენ გვეხებაო, ჩვენ გვინდაო, ამას არავინ არ იმაშობა და ძალიან დიდი ესე იგი მადლობა გამოხატა ამ ქალბატონმა. ასე არიან ძალიანები მთელი საქართველოს მასშტაბით და ამიტომ მთავრობას ეს ესე იგი დიდ სამუშაობად ჩაეთვლება მთავრობის იმიჯისათვის და მისთვის არის ეს მომგებიანი, რომ ხალხი სოციალური ესე იგი რომ საზოგადოებაში არ განვითარდეს სოციალური უკმაყოფილების ესე იგი რაღაც გზნობებია რომ არ განვითარდეს. ამიტომ დროული და უპრიანი იქნება ამ პრობლემის გადაწყვეტა ძალიან კარგ პროფესიონალურ დონეზე. ბატონო შმაგი, ახლა თქვენ ნახეთ მაგ მიმართულება რომელიც თქვენ აიღეთ ახლა და თქვენმა საერთოდ იმ ადამიანებმა აქ თუ საინიციატივო ჯგუფი არ იქნა ხო და აქ თუ არ გამოჩნდა ის ადამიანები რომელი ადამიანების შესაბამისად ამ საკითხს ამოწევენ პირველ საფეხურზე ხო ასეთი იმით ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის იმედი რომ შეიძლება ვიღაცა გამოჩნდეს პარლამენტში და თქვას რომ აი ნახეთ ეს პრობლემა არის ამ ადამიანებთან მიმართებაში. ამიტომ თქვენმა ჯგუფმა, თქვენმა ამ შექმნილმა რაღაც შექმნილმა იმ საინიციატივო ჯგუფმა პირდაპირ უნდა მოთხოვოს პარლამენტს. ჩვენ შევხედეთ. ხო, ჩვენ მოდი ერთად გავაკეთოთ. ის კი არა რომ აი თქვენ ასე არა, ჩვენ ერთად გავაკეთოთ, ვიმუშაოთ, კაცო, ეხლა მე რა მინდა თქვა, კაცო, მე მინდა ეხლა იმ პოლიტიკური პარტიის იმას ლიდერებს, მაგრამ სად არის პოლიტიკური პარტიები საქართველოში და ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ საკითხის იგივე ვიმუშავებდნენ, ხო? არც ერთ პოლიტიკურ პარტიას სოციალური საკითხები არ დაუყენებია არასდროს. არც ერთ ყოველთვის რაღაცა არიან დაკავებული რაღაცა იმით საშინელებებით და ამ ლანძღვაგინებით და ქვეყნის გრევით არიან, ქვეყნის გრევით და გადატრიალებებით და გადმოტრიალებებით არიან დაკავებულები. სად იყავით ახლა მისულიყავით და დამდგარიყავით ამ ადამიანების გვერდით და თითო განცხადება მაინც გააკეთებიათ იმასთან დაკავშირებით რომ ნამდვილად არსებობს ეს პრობლემები და ნამდვილად გვინდა რომ ჩავერთოთ ამ პროცესებში და ერთად გავაკეთოთ. საქმე ერთად დავუდგეთ პენსიონერებს და ერთად ვიშრომოთ და ვიზრუნოთ იმისათვის რომ როგორმე პენსიონერებმა თავი იყოს იგზნონ სრულყოფილ მოქალაქეებად. სად იყავით მაგრამ თქვენ ხართ დაკავებულები ამ სიმახინჯეებით რა სიმახინჯეების ხდება დღეს საქართველოში და რა ესე იგი მიმართულებითაც მიყავთ საქართველოს ამ გრევის და გაჩანაგების გზაზე. თქვენ ხართ დაკავებულები იმით რომელიც თუთიყუშ სადგაცვიდა ბუმბული და რომელი ჩიტი და რომელი ქათამის საგაცვიდა ბუმბული ამით ახართ დაკავებულები რომ საქართველოს თუთიყუშის და ჩიტას ბუმბულებიც ვია კაიგე ხო და ახლა რა მაგისტრის არის ბატონ შმაგი და არ მინდა რომ შეგეკითხოთ რა ამ საკითხთან დაკავშირებით მოკლედ დააგორეს ეს რაღაცა საშინელი რომიტყვი რაღაც ქვეყნის წინააღმდეგ დიდი სკანდალური ისა ქიმიური ხო განცხადებები ააგორეს და ცდილობა იყო იმისა რომ საქართველოს ჩაეთრიათ რაღაც უზარმაზარ სკანდალში ეს აკრძალული ნივთიერება ქიმიური ნივთიერების გამოყენება თითქოს და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კამეტი რომელიც არ ვიცი ახლა მე ეს პირველ მსოფლიო ომისთვის იყო გამოყენებული და ისეთ მდგომარეობაში ჩაავდო ჯარისკაცები რომ ღრმა დამწუხრებითი ჭრილობები გამოიწვია და გარდაცვალების ფაქტები გამოიწვია და ყველაფერი გამოიწვია და აქ საქართველოს თურმე მარტო თუთიყუში გასვიდა ბუმბული მე სხვას არაფერი ზიანი არ მიადგა და თქვენ როგორ ფიქრობთ როგორ ხედავთ ამას ყველაფერს და ეს არის აგორებული იმისათვის რომ არათუ მარტო ხელისუფლების წინააღმდეგ არამედ ქვეყნის იმიჯის წინააღმდეგ და იმოქმედებს რა ქვეყნის იმიჯზე აი ამ აგენტურის მიერ აგორებული სკანდალი აქ არ არის ესე იგი სოლომონ ბრძენობა საჭირო რატომ აგორდა და ვინ გააკეთა ეს ყველაფერი და რატომ არის ასეთი ესე იგი საინფორმაციო ესე იგი კილერის საინფორმაციო კილერი არის ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული როგორც იტყვიან დასავლეთის იმპერიამ განახორციელა საპასუხო დარტყმა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მას აუგორა ისეთი ესე იგი აი ამ deep state-ის ბრძოლის ველზე ბრძოლის დროს
დასავლეთმა დაარტყა, ესე იგი, საპასუხო დარტყმა განახორციელა და ააგორა ქიმიური იარაღის გამოყენების სკანდალი, ესე იგი, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჯერ სად იყო მშვიდობიანი მომიტინგეები? აი სად იყო ეს? აი ასეთი ის არის. და ეს იმას ნიშნავს, საერთოდ რომ შევხედოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი, ძალიან ცუდად არის მათი საქმე. რომ ესე იგი უკვე სხვა მეთოდებით უკვე მათ აღარ შეუძლიათ უკვე საქართველოს ხელისუფლება აკონტროლონ და უკვე მიმართავენ თავიანთ ბინძურ საქმეებს. 21 საუკუნეა და 100 წლის 1914 წლის წელში გამოგონებული ქიმიური იარაღი ყურით მოათრიეს, ხო და აი ამაზე ააგორეს სკანდალი. ეს როგორ შეიძლება? ეს აი აბსურდი არის ეს. მაგრამ აი ამაზე ესე იგი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა ასეთი ტაქტიკური მიდგომა უკვე გამოიყენეს, როგორც იქნა უკვე პრესაში ჟურნალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს უკვე გამოყენებული იქნა თავიანთი მიზნების იმპერიალისტური მიზნების შესასრულებლად რამდენიმე ესე იგი სახელმწიფოების წინააღმდეგ. ერაყში სადამ ხუსეინი ყველას გვახსოვს ალბათ ესე იგი პაუელი პაუელი და პატარა რაღაც ამპულას აჩხეფებდა აჩვენებდა გაეროს ტრიბუნალზე და აი ეს იარაღი აქვს თუ ქიმიური იარაღი აქვს ესე იგი ერაყის კანონიერ მმართველს და ამის გულისთვის აი ესეთი იმისათვის ესე იგი მთელი ირაყი გაანადგურეს, მთელი ერაყის აყვავებული სახელმწიფო გაანადგურეს და სადამ ხუსეინი ჩამოახშვეს. აი რო ჩამოახშვეს, მე გამოვიდა ეს კოლინ პაუელი და შეცდომა ყოფილა კაცი. იგივე მილოშევიჩი კიდე კაცი რომელიც მოკლეს, ეგ და არა და მე გამოვიდა და ჰააგის იმანგა სასამართლოს გადაწყვეტილება მილოშევიჩი მართალი ყოფილა. აი ეს მაგათი მიდგომები რა. ეს მეთოდი არის ძალიან ბინძური, რომელიც გულუბრყვილოს საზოგადოებას, სოფლიოს საზოგადოებას არ წუნებს იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტი არ აქვს ახლა მაგას საქმე, რომ ესე იგი ქიმიური იარაღები დაშალოს მომიტინგეები. ეს ესეთი აბსურდი, მაგრამ აბსურდი ჩვენ ვიცით, რომ სისხლი რაც მეტი იქნება რადიკალური, რაც მეტი იქნება ტყუილი, ის უფრო მართლად მოეჩვენებოდა ხალხს. ამიტომ ეს ჩვენ უნდა მივიჩნიოთ. ახლა მეორე საკითხიც არის ამაში. ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი ხალხი ყავს მაგათ ჩანერგილი დასავლეთის სპეცსამსახურებს საქართველოს ხელისუფლებაში და არ არის გამორიცხული მათ შორის ძალონებში ძალოვან სტრუქტურებში სპეცსამსახურებში პოლიტიკოსებში და არ არის გამორიცხული რომ ეს სპეციალურად იქნა გაკეთებული შეიძლება ეს არ არის გამორიცხული რომ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის მისი ესე იგი ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხის დაყენებისათვის არ არის გამორიცხული რომ ესე იგი ეს სპეციალურად გააკეთეს. შესაძლებელი არის რომ ეს სპეციალურად გააკეთეს იმ მათმა აგენტებმა. ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი სპეცსამსახურების მაღალი დონის ესე იგი თანამშრომლები ბოლო დროს ამერიკაში გაიქცნენ. კი, ძალიან ბევრი არიან. ახლა ის ერთი არის აგერ შერგელაშვილი, რომელიც ახლა ლაპარაკობს, ესე იგი, ვითომ უკრაინაში არის, საზღვარგარეთ არის, უცხოეთთან ლაპარაკობს. შაიშმელაშვილი კიდევ. შაიშმელაშვილი იქეთ არის, კიდევ სხვები და ადვილი შესაძლებელი არის, რომ მათ ეს თავიანთი დავალება შეასრულეს, მაშინ შეასრულეს და ესე იგი, ხო, ეს ქონდათ უკვე გაკეთებული, შესაძლებელი არის, იმიტომ რომ მათმა აგენტურამ ესენი გააკეთა, რომ ესე იგი ჩვენს ხელისუფლებას ახლა, როდესაც მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, უკვე ეს კოზირი ამოაძვრეს. ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ ამას გამოძიებამ უკვე ეს ვერ დაადგინა, ან თუ არის შესაძლებელი კიდევ ეს გამოჩნდება მომავალში. გამოიწია უკვე, სუსმა გამოიწია და არავითარი ის არ არის და ამიტომ ქართულ საზოგადოებას მე მინდა ესე იგი შევახსენო, როდესაც ასეთ დეკოლონიზაციის ესე იგი პროცესში არის საქართველოს ხელისუფლება, არ არის გამორიცხული კიდევ ასეთი პროვოკაციების, კიდევ იქნება ასეთი მომზადებული ალბათ. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი იქნება კიდევ ასეთი სკანდალური რაღაც ოპერაციის შედეგები გაკეთებული და ამიტომ ჩვენთვის ეს არ უნდა იყოს მოულოდნელი. ჩვენ თუ ასეთ პროვოკაციებს გავყევით, ჩვენ თუ ასეთ პროვოკაციებს, ესე იგი, შევასრულეთ მათი შემსრულებლების ნება საქართველოს მივა მთლიანად კატასტროფა განადგურდება საქართველოს იქნება განადგურებული
ჩვენ სხვა ქვეყნის მაგალითები არ მინდა ახლა შეგახსენოთ და მე არ მინდა რომ ძალიან ესე იგი ნეგატიურ ფონზე ვსაუბრობდე. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ხიზლა და უნდა გავარჩიოთ მათი мотивация რა არის. 5 წლის უკანდელი ამბავს ახლა არჩევენ. ეს როგორ შეიძლება? ესე იგი სპეციალურად კონდათ გადანახული თუ რამე ფაქტი იყო. სპეციალურად კონდათ გადანახული დღეისათვის რომ ესე იგი ამ დროისათვის შემოენახათ. ეს რაც ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ ეს არის სპეცოპერაციის შედეგი, კარგად დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგი, რომელიც მიმართული არის ქართული სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ, მისი საზოგადოების წინააღმდეგ და ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. და ამიტომ არ არის გამორიცხული რომ ხვალ კიდევ ერთი ასეთი სკანდალი ააგორონ ზეგ კიდევაც და ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისათვის რომ ესე იგი გავარჩიოთ ტყუან მართალი და ვინ როგორ ესე იგი მოქმედებს. აი ეს არის იცით რა არის ბატონო შმაგი ნახეთ ახლა როგორ არის ეტაპობრივადაა საერთოდ ეს ყველაფერი ხო ნახეთ ახლა თქვენ ახსენეთ 5 წლის უკან თითქოს გამოიყენეს ეს ყველაფერი მომიტინგერთან მიმართებაში ახლა თქვენ მართალიზადებით თუ კი ეს 5 წლის უკან იყო გამოყენებული მაშინ თქვენ უნდა დადებული შედეგი რამის უნდა ყოფილიყო და უნდა ენახა საქართველოს მოსახლეობას საზოგადოებას რომ იქ რაღაც დადგა მომიტინგერთან მიმართებაში ძალიან სტუდის შედეგი ხო რაღაც სხვა ისეთი მომწალავი ნივთიერება გამოჩნდა რომელსაც გამოიწვია ადამიანთა მსხვერპლი მაგრამ ის ინფორმაცია რომელი ინფორმაციაც იქნა გადადენი შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნახე ახლა მე ხასას ის ინფორმაცია რომელი ინფორმაციაც იქნა გადადენი შინაგან საქმეთა სამინისტროდან ხო ეს ინფორმაცია გაიტანა თვითონ თანამშრომელმა მისმა რომელიც უშუალოდ პასუხგებელი იყო იმ საცავებზე დაუშვათ რომელ საცავებსაც ინახებოდა ეს მსგავსი ნივთიერება ხო შესაძლებელია ხა მე გეტყვით შესაძლებელია ყოფილიყო ეს შემოტანილი ძველი მაგრამ ექვემდებარებოდა უტილიზაციას ხო ახლა მისი უტილიზაცია როდესაც ჩვენ ამხელა რაღაც მძლავრ მოქმედ ქიმიურ ნივთიერებასთან გვაქვს საქმე შეიძლება ამის სპეციალისტები არ აქვს ჩვენ საქართველოში ხო მოახდინონ მისი უტილიზაცია ან იმ ფორმით ან იმ საშუალებებით რითაც აუცილებლად არის საჭირო ხო ამ ნივთიერებასთან დაკავშირებით და შეიძლება იქნას დაკონსერვებული ეს მაგრამ და ეს ძმა ახლა BBC-ს ხელმძღვანელობას და იმათ რომ სიზმარი ნახეს რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საცავებში თურმე ეს არის და ეს ინახება ხო ანუ იქ ვინც იყო უშუალოდ კონკრეტულად დაუშვათ იმ საცავზე რომელიც საცავში და დაუშვათ ხო ინახებოდა პასუხგებელი ის ადამიანია გაყიდული ის გაიყიდა მას გადაუხადეს თანხა და მას კიდევაც ახლა მე გეტყვით რა როგორ მოხდებოდა სპეცსამსახურების ხელიურევია გაშკარად როგორ მოხდებოდა მათთან ესე შეთანხმება გაიგე მოდი ბიჭო არის 2000 ლარზე მან წვალო 2000 ლარზე ბიჭო თან ალანძღიებ თავს 30 საათი თან საყვედურები თან ის და სახში ოჯახი მშიარი ხარ აგერ რა ძმაო ჩვენ თაფულს გალებთ აგერ დაუშვათ 9 მილიონს გაიგე იმიტომ რომ ეს სკანდალი უფრო მეტი ღირს ახლა წარმოიდგინეთ თქვენ სახელმწიფო რამხელა სკანდალშია გახვეული ხო არ გამოვრიცხავ რომ არ მივიდოს საერთაშორისო გამოძიების იმაზე ხო დონეზე ხო ესე ანუ ეს სკანდალი აწყობდა დასავლეთს გაიგე ეს სკანდალი აწყობდა Deep State-ს სადაც დიდი ფული დაიხარჯა ამაში და ამ სკანდალში უნდა გაახვიოს როგორც საქართველოს ასევე საქართველოში არსებული ხელმძღვანელობა ხო ანუ ის პირი იყიდეს მათმა გაიგე და გაიყიდა ეს არის გაყიდული ქართველი ახლა ვინც არ უნდა იყოს მე არ ვიცი ახლა ვინ იყო კონკრეტული ადამიანი იქ მაგრამ არიან ძალიან ბევრი ასეთი გამყიდულები შინაგან საქმეთა სამინისტროში და დაბადების სამინისტროში და უშიშროებისას რომლებიც თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან და მსგავს სკანდალებში ახმევენ საქართველოს და არსებულ ხელისუფლებას ხო ამას მიაქციეთ ყურადღება ძალიან მწუხ რა მე აი როგორც სამხედროების ქვეშ ყოფილი ადამიანი დღეს მე ყოფილი არ ვარსებობ მე ვიყავი და ვარ სამხედრო დავჭები ბოლომდე ხო და მე ჩემ ქვეყანას მივეცი ფიცი და ამ ფიცს არ გავტეხავ რომ დავიცვა ჩემი ქვეყანა ბოლომდე მიუხედავად იმისა როგორი ხელისუფლებას არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში მე ვარ ჩემი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი იგივეა ის პოლიციელის და იგივეა ის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იგივე ფიცი აქვს მათ მიცემული მაგრამ ვინც ეს ფიცი გატეხეთ გაიგე და ვინც ამ ფიცის საფუძველზე თქვენ უფრო მეტი ვინც ამ ფიცის გატეხვის საფუძველზე უფრო მეტი საფრთხე შეუქმნით თქვენ ქვეყანას ხო აი პირველი მტრები თქვენ ახლა ის კი არ არის მტერი ვინც შეკვეთა მიცა არა ვინც ფული აიღო ამ საქმეში და ვინც ამ სკანდალში გაახვია საქართველოს ის არის მტერი საქართველოს და ის არის იმას უნდა მოეთხოვოს პასუხი და გამოძიება ისიც უნდა გააკეთოს
ამ უსაფრთხოების სამსახურმა დადო დასკვნელა დადო გამოძიების შედეგები რომ არ ყოფილა ეს გამოყენებული და მე მწამს და მე ვიცი როგორც სპეციალისტი რომ მე არა ვარ ტოქსიკოლოგი მაგრამ ვარ ერთ-ერთი სამხედრო და ერთ-ერთი თანამდებობაზე ყოფილი თანამდებობის პირი ხო ვიცი რომ ამას არ გამოიყენებდნენ საქართველოს და ვერც გამოიყენებდნენ გასმით ვერც გამოიყენებდნენ იმიტომ რომ ამის სპეციფიკური გამოყენების საშუალებები არ გააჩნია საქართველოს შეიძლება რაღაც სადღაც საცავში დაჟანგული კასრი ეგდო და ამ კასში იყო ეს ხო და შემორჩა და არც მიაქციეს ყურადღება მაგრამ როცა უკვე შეხედეს რომ ეხლა სპეციალურად გააკეთეს შესაძლებელია ისიც გამოიძიეთ ვინ გაიტანა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებიდან ვინ იყო უშუალოდ პასუხისმგებელი პირი აი ამ საცავებზე და საიდან მოხდა ეს დოკუმენტები და ფოტომასალები ვინ გადაიღო საიდან მოხდა ეს დოკუმენტები ფოტომასალები BBC-ს ხელში ეს უნდა გამოიძიოთ აუცილებლად სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს იმიტომ რომ დაინახოს სხვა შემდეგმა რომელიც კიდევ გაყიდული და იყიდება რომ შეეშინდეს და აღარ მოკიდოს იმ ბინძუ და იმ შავბნე ფულს ხელი რომელიც საფუძველს ესე იღუპავენ ამ ქვეყანას ეს უნდა გააკეთოთ აუცილებლად ამის წინააღმდეგ უნდა რაღაცეად იმოქმედოთ და ისეთი ბერკეტები გამოიყენოთ რომ აღარ უნდა ეშინოდეს უკვე ნებისმიერს ეხლა ნებისმიერ შეგიძლია იყიდო კაცო გადაუხადო ფული და შენია უკვე ჯიბეში ყავს ის და დამთავრდა რაც კიდე იმას გააკეთებიებ და მეტუბედეს ერთხელ რომ გაიყიდება ადამიანი ხო მე ის მრავალჯერ ექვემდებარება გადაყიდვებს უკვე დამთავრებული საკითხია ეს მეთოდი უნდა მოსწოს ჩვენ ქვეყანაში იმიტომ რომ იყიდებიან ძალიან ბევრი გაყიდული არის ძალიან ბევრი და ამ გაყიდვას უკვე მოაქვს ძალიან ცუდი და რთული მდგომარეობა და აი ამ გაყიდვას ამინდა მითხრათ და გაყიდვას ამინდა დაგიცვათ შეკითხვა ამ რამოდენიმე დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების შეერთებულ მაგარმა ჩინოსანმა პირდაპირ გამოვიდა და ღიათ აღიარა კაცო ჩვენ ვყიდულობდითო რედაქტორებსო ვყიდულობდითო ჟურნალისტებსო ვყიდულობდითო არასამთავრობოებსო ვყიდულობდით ხალხსო და თანამდებობებს პირებსო საქართველოსიო პირდაპირ თქო ეს ხო მტკიცებულებაა იმისა რომ ანუ ის ადამიანები რომელთაც დღეს საქართველოში აფუჭებენ საქმეს ესე ეს უბრალოდ გაყიდულები და მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ამ მაღალი ჩინოვნიკის განცხადების საფუძველზე უნდა აღზასვას სისხლის სამართლისაქმე და დაიწყოს იმ ადამიანების მოძიება რომელი ადამიანებიც არის ნაყიდი სწორედ ამათვია და აფუჭებენ დღეს საქართველოში საქმეს ნამდვილად ასეთი უპრეცედენტო მე არ გამიგონია რომ ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის აპარატის ხელმძღვანელი ვოლკერსონი გამოვიდა განცხადებით და საქართველოში ჩვენ ყავდა ჩვენ ვაფინანსებდით პარტიებს, ვაფინანსებდით მედიას, ვაფინანსებდით NGO-ებს, რომ ესე იგი მათ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული მოქმედებები გაეკეთებინათ და ჩვენზე ემუშავათო. აი ეს პირდაპირ ამას ლაპარაკობს ადამიანი. ყოფილი, ესე იგი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის აპარატის უფროსი, ვოლკერსონი. მეტი როგორ შეიძლება ესე იგი აი ამ ყველა მასალის საფუძველზე კიდევ სხვა ინფორმაციების საფუძველზე ჩვენ უნდა ესე იგი შევადგინოთ საერთო სურათი რომ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს ძალიან კარგად დარაზმული, კარგად დაფინანსებული და კარგად ორგანიზებული ჯგუფი რომელიც ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატები ეს მარტო ამერიკის შეერთებული შტატებია მათი სპეცსამსახურები ევროკავშირიდან ახლა სხვა სახელმწიფოები ნახეთ რამდენი სახელმწიფოები და რომლებიც ჩვენთან აკეთებენ თავიანთ ოპერაციებს და თავიანთ საქმიანობებს თავიანთ ესე იგი ძირგამოხდას ტაივანიდან ხიდაშელი ფინანსდება ანტისახელმწიფოებრივ ესე იგი ქმედება საკურა ამიტომ აღსაზრდელი კი არა მთლიანად ქართულმა სპეცსამსახურებმა უკვე მთლიანად ჯერ ხომ ესე იგი ეს ყველაფერი როგორც თქვენ აღნიშნეთ გასაკეთებელია, გასაწმენდია. მთლიანად ეს აგენტურული ქსელი ღია თუ ფარული არის ესე იგი გამოსამჟღავნებელი, მათ უნდა დაერტყას დიდი დარტყმა უნდა მიიღეს აი ამას და აი ამ სხვები აი ამ აგენტურას, აი მედიის, ჟურნალისტების სახით, სხვადასხვა პოლიტიკური საზოგადოებრივი სახით, NGO-ების სახით, რომლებიც ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან, ეს ყველანი უნდა იყოს გამოვლენილი და უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმე აღზრდილი ყველა შესახებ ამ ინფორმაციის შესახებ. ესე იგი, ვოლკერსონმა რომის განაცხადა აუცილებელია რომ აღიძრა სისხლის სამართლს და დაიწყოს სპეციალური გამოძიება და მოკვლევები ვინ და როგორ ესე იგი უნდა დაიწყოს ვინ არის ეს ადამიანები რა ესე იგი რა ადამიანი როცნობს და ვიზე აქვს ეს შეხედულობაში და ისე წინააღმდეგ შემთხვევაში
ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ყველა სახელმწიფოს ხერხემალი სახელმწიფოს ქმნიან სპეცსამსახურები, პატივცემულო ტელემაყურებლებო, პატივცემულო ქართველებო. ყველა სახელმწიფო იქმნება ესე იგი სპეცსამსახურების ირგვლივ. პრაქტიკულად სპეცსამსახურები ქმნიან სახელმწიფოს. თუ ეს არ იქნა ჩვენ სახელმწიფო არ ვიგვი ჩვენ ვიქნებით ვიღაც ყველა ავანტიურისტებისა და სხვადასხვა უცხოელი სპეცსამსახურების სათარეშო ტერიტორია ვიქნებით. ეს სახელმწიფო იქნება აი ესე ვითომ სახელად თუ არა სინამდვილეში ჩვენ ესე იგი ვიქნებით სხვადასხვა ესე იგი დაჯგუფებების და ესე იგი საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების და დაჯგუფებების სათარეშო ტერიტორია აგრესის არის ხო და ამიტომ უკვე ალბათ დადგა უკვე დრო იმიტომ რომ როდესაც ასე დიდ ბრძოლაშია უკვე საქართველოს ხელისუფლება ჩართული აი ესე იგი შინაგანი წმენდა გამოცხადდეს და მთლიანად გამოძიებების ესე იგი ეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი სტრუქტურები, პოლიტიკური სტრუქტურები უნდა იყოს გაკეთებული სპეციალური ესე იგი გამოძიებები და სპეციალური უნდა იყოს. ეხლა რა თუნდაც და მაგას კაცო ეგ როდესაც ეს ამოასკუპეს ესე ეკაგი გაური ამ ბიგმაში. მოგიდო თავის კამიანა უნდა მოგეკიდათ ხელი და შეგეციათ იქ ჩაგეკიდოთ იმ იზოლატორში. გაიგე ეს ეკაგი გაური რომ იქიდან რო ჭიკჭიკებდა რაღაცებს ხო ეს ხო დანაშაული არის ხო მოგიდეთ ხელი ბაბუცა პატარაიას და დაიწყეთ გამოძიება კაცო მიყევით აი ფურცელ მიყევით და მიგიყვანთ იმ გზაზე რომელიც გზას გიჩვენებთ რომ საიდან მოდის მათ დაფინანსებები ხო მოგიდეთ ხელი იმ საიას გაიგე რომელიც ყოველ წუთში არის პირდაპირ მწულად განწყობილი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაიგე და რაღაც საშინელებებს აკეთებს ხო მოგიდეთ ლომჯარიას ხელი გაიგე და ნახავთ აი საიდან მოდის დაფინანსებები და კიდო სხვა დანარჩენ არასამთავრობო ორგანიზაციებს რომლებიც პირდაპირ მწულად აი მწულ საქმიანობაში ადიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ხო ამა ეს იგულისხმა იმან ამერიკის შეერთებული შტატების მაგრამ ჩინო ეს იგულისხმა ეს ხალხი იგულისხმა ხო გეუბნება აგერ კაცო ჩვენი აგენტები არის ესენიო ჩვენიო ჩვენ ამაში ფულს უხდით მაგასო საქართველოში საქმის გასაფუჭებლად ხო და პირდაპირ გეუბნება და მოგიდეთ ხელი ამ ხალხს უყოლას დაიწყეთ გამოძიება რა პრობლემა არის არ არის პრობლემა მით უმეტეს ვიცით და არის ამ მტკიცებულება მოვალეობა სახელმწიფოს არის ამ მტკიცებულება ამ ხალხს უამრავი დანაშაულებები აქვს ჩადენილი ხო მოგედეთ იმ გაძეზილი ბაბუცა პატარაია რო არის და დაანგრია ამდენი ქართული ოჯახები დაანგრია გაიგე და მამაკაცები გაავსო ციხე კაცო ვითომ და ოჯახური ძალადობასთან დაკავშირებით ხო და ეხლა გამოდის და უკრაინის ომს მიფასებს გაიგე რომ რუსებსო გამოელიათო ისაო დიმეტეხნიკა შეიარაღებაო და მოტოციკლეტები დარბიეთ ისიც კი არის ისა რა იცი შენ როგორ რა არის სამხედრო საქმე და რა არის შენ ბრძოლისველი და რა იცი რა არის შენ საერთოდ ტექნიკა და რა არის საერთოდ ჯარისკაცი რა იცი შენ ინიციატივი რაღაც დაწანწალები იქით და გამოყოლა წამოიპლაკები კარავში მაშინ რა ქვია სამთავროების სახლის წინ და რაღაცა სისულელეებს იმაშვები უბრახუნებ იქიდან ბატონო შმაგი ერთი მინდა გითხრა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და ვენსმა განაცხადა ჩვენ უკვე შევწყვიტეთო ყველა NGO-ების და არასამთავრობების დაფინანსება ჩვენ უკვე შევწყვიტეთო და ეს ამბანო უარყოფითი შედეგი მოიტანაო ამერიკის იმიჯზე ისინი თავიანთი იმიჯზე და თავისი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ უკვე შევწყვიტეს დაფინანსება და ჩვენ აწი უკვე დავეხმარებითო პირდაპირ სახელმწიფოებს დავეხმარებითო აი ასეთი განაცხადა ორი დღის უკან ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ისე არაფერს არ მოგცემენ თუ თავის ინტერესები არ არის ეს უკვე რა თქმა უნდა მაგრამ აი უკვე ასეთი ამიტომ თავი დაგვადებოდ მაგედან რაც არ გვიდა ჩვენ არც მაგათი ფული არაფერი არ გვინდა ამდენ არ გამოყენებულია ეს თანხები საქართველოს მოსახლეობისთვის ისინი იყენებენ სწორედ ასეთი მსგავსი იმის აგენტურასთან მიმართებაში ამ თანხებს და ამიტომ ჩვენ თვითონ სახელი რომ შეელახათ უკვე რომ ბიზნეს ვერ მიაღწიეს ახლა შეაბრუნეს ახლა გავაბუჯებთ ამ საქმეს ტაქტიკა შეაბრუნეს ხო ანუ ახლა იმათ ვთქვათ საათი ანუ ჩვენ თავრობაში შეხვდით ჩანერგილი აგენტები და იმას ვიტყვით იმათვისაც პირდაპირ თვითონ ტელემაყურებლებო ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა მადლობთ რომ გიყურეთ მომავალ შეხვედრაზე კარგად ვზარდებოდეთ დიდი მადლობა ბატონო შმაგი მომზადებისათვის მადლობთ კარგად ვზარდებოდეთ შვიდობა მოგცეთ ღმერთმა